მოგესალმებით მეგობრებო, დღეს მე გასწავლით თუ როგორ ჩავწეროთ Avenue ERP mobile klienti, რომელიც იქნა დავით ოლიშვილის მიერ აწყობილი. პირველ რიგში უნდა გადავიდეთ ლინკები, რომლებიც იქნება მოცემული და ჩავწეროთ Avenue ERP app და Avenue data. ჩაწერის შემდეგ უნდა შევიდეთ Play Store-ში. და ჩავწეროთ არქივერი. გადმოვწეროთ ეს app და ჩაწერის შემდეგ უნდა გავხსნათ. ჩაწერის შემდეგ შევიდეთ download-ებში. შემდეგ უნდა დავაინსტალიროთ Avenue ERP app install. ჩაწერის შემდეგ ჩაწერილ დათაში შევდივართ Comrockstar Games TASA-zip, შემდეგ ვაწვევით views და ამ ფაილს დიდხანს ვაწვევით, აი ესე და შემდეგ copy. შემდეგ გადავდივართ Android-ებში, data და ვაწვევით ამ მწვანე ღილაკს, ეგრეთ წოდებულად pastes. და ველოდებით რომ ჩავარდეს ეს ფაილი data-ში. როდესაც ჩავარდება, data-ში მოვუძებნოთ ეგ ფაილი. აი Comrockstar Games TASA. შემდეგ ფაილში შევდივართ და SAMP. აქ უნდა მოვუძებნოთ SAMP set-ი, დავაჭიროთ და შემდეგ open. შემდეგ აქ უნდა ჩავწეროთ nickname-ი, რაც გვაწერია, ან გვინდა დავიწეროთ თამაში. სახელის დაგვარისპირველი ასო უნდა იყოს დიდი ასოთი. და ვასეივებთ. შემდეგ ჩვეულებრივად ჩაიწერა, შედიხარ და ჩვეულებრივად თამაშობთ. როდესაც შევდივართ შემდეგ ვაწვევით offlines და ჩვეულებრივად ხსნის უკვე Avenue slot screens. ესე ჩვეულებრივად ეხლა სერვერი დაკეტილი არის. თუ გვინდა რომ გავხსნათ ტაბი, აქ ბუთონებში არ არის, უნდა დავაჭიროთ 5 წამი fist-ს და ესე ჩვეულებრივად გახსნის ტაბს, სადაც ხედავთ რამდენი პლეიერია, თქვენ nicknames, თქვენს levels და თქვენს pings, თქვენს id-საც აგრეთვე. ხოლო თუ გვინდა რომ დავხუროთ, ვაწვევით ESC-ს.